მოგესალმებით მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი. მოკლედ ახლა ვიყიდე პადუშკები, აირბეგები და ახლა მოვედი რომ განგრატი ვიყიდო 20 ტონიანი. ამასაც ვიყიდი და მივალ და ჩემით უნდა გამოცვალო აირბეგები და მეტი არაფერი აიდეში. აირბეგები უნდა გამოცვალო რა. ის იმედია კაი იქნება. იმედია ეს კარგად აიწევა რა. სადაც ვიყიდე ARBG-ები. კამერა არ მქონდა იქ. და იდეაში სამწეთს ვერ ვიყიდე რა და აქ ვიყიდე ხა. ჩავალი არზე და გამოცვი დავიწყებ გამოცვლას. უნდა შევცვალო ARBG-ები, იმიტომ რომ გასდის და მე თვითონ შევცვლი რა. ძალიან ადვილიც არ არის. და არც ნელი არ არის რა. და დრო რო არ მქონდეს და სადმე მიდიოდე შავში მივიყანდი უეჭველი შევსულდი, მაგრამ დრო მაქვს და გამოცვი რა ჩემით ვიჩალიჩებ რა. მაგრამ მე ოსება ესეთი რაღაცების გეკეთება ხოლმე. შენით რო აკეთებ რაღაცებს ჩალიჩებ რა. მოგათ ეხა ეს ჩავხსენი. გამოვაზრდე ყველაფერი. გამოვაყენებ ეხა ჭრაკს და დავიწყებ გაკეთებას. და განახებთ რანაირად და როგორ გავაკეთებ. ადიელა, მაგ ადიელა შეუგდებ ეხა შიგნით და შევძორები. ოსტა არც არაფერი მედია, მალე ვიჩალიჩებ და გავაკეთებ რა. ოპა, აქ დაგვერხა. მონი აი ფიტინგი გვაქვს სხვანაირი ნაყიდი. არა, კაი გვაქვს ნაყიდი. მოკლედ დავიწყებ ახლა შიგნით ადიელა შევასრიალებ და დავიწყებ გაკეთებას რა. შემოგერთებით 2-3 წუთში. გავხსნათ ერთი ის დამგრატი. ესენი უეჭველი ასაწევი არის. ეს დამგრატი იმიტომ ვიყიდე რომ გზაში გამომადგება მაგრად რა. ოკეი. ეხლა უნდა დავუდოთ ფიცარი. დავუდებ ფიცარს და ავაწევინებ. ეხლა უეჭველი ჩაეტევა. ყველაზე გადაობა ისაა, რომ ცხოვრებაში არ მინახია, როგორ უნდა გამოცვალოთ და არასდროს არ გამომიცვლი. წესით არაფერი არ მოვა. მაქსიმუმ თავში დამეცეს რა. ეგ არის ჰაერები დაიცალა, ეხლა რა გვინე და ეხლა უნდა ავაწყოთ კლუშები. ეხლა ნახოთ რა ზომები გვინე და ეს კლუშების ნაბორი მაგრად ასწორებს და ძალიან დიდ პატის უცემს. 17-იანი თუ არ მიდის 18-იანი მიდის. ეგ არის შიგნით შევძრები და შიგნით შევძრები ხა და დავიწყებ გაკეთებას. ეხლა გვაქვს ბოლტი მოსახსნელი, ერთი აქ არის. ერთი ეს ბოლტი გვაქვს მოსახსნელი და მეორე გვაქვს კიდე ეს ბოლტი მოსახსნელი და ეგ არის გამოვა ჩვეულებრივად რა.
ეს ბალიშები იმიტომ ის აქვენა ხია. Короче, რმანქანის რამა აუწია ზემოთ და ესენი შიგინა შეგიძლია რომ ჩაფუშო რა. და შიგიდან მაგიტო ჩაფუშე რომ ისქნეს რა ქვია. ადვილად მოიხსნას რა. ეხლა ეს ჩაფუშულია და ადვილად მოიხსნება ძალიან. თავარი ეხლა ტრაილერი არ დაგვეკეთეს. ფიტინგები კი ვიყიდე ესე. ახალი ფიტინგები ვიყიდე, მაგრამ კოლექტორები არ მიყიდია, ამაზე რაც კეთდება და დიდი ალბათობით ძველებს დავუყენებ რა. ერთი მოხსენეთ. ედი გააჯვიქით. იდეაში მაგას არაფრის გაკეთება არ უნდა რა. მაგრამ მაინც შევცვალეთ. ეხლა უნდა შევცვალოთ აქეთა კიდე. რომელიც შესაძლებელია. ხოდა 4-ვეს თავი არ მქონდა შესვლის. ხოდა ჯერ შევცვლი 2 წინას. და მე შევცვლი 2 უკანას. ეს მოხსენთ. ეხლა იქიდან უნდა შევძე რამენაირად. ხო ის მოხსნა, ზევით. აი ეს არ მაქვს რა, ეს პლასმასის ნაყიდი და ამას ხსნი რომ ეგრევე ძველებს დავუყენებ რა. დიდი არაფერი გამოსვლა არ უნდა საერთოდ რა. ერთი ბოლტი ზემოთ არის, ერთი ბოლტი ქვევით არის და ამეების გამოსვლა და всё. ესაც მოხსენით. წამოხა ეს აურა დღეშია ხო არ გადა. ერთი ადგილიდან კი არა რატომ მეტიდან არ გასდიოთ. წავიდეთ ახლა და გარეთ განახებთ. просто ამას შეხედე რა ჰაერის დაჭერაზე საუბარი. სუეგრი არის. და რომელიღაც ადგილას იყო ძალიან გახეული რა. ესენიც ესე არის. და короче ორივე გამოსაცვლელი არის უკანებიც რა. შემდეგ კვირას რო შემოვალ, შემდეგ კვირას მაგებს გამოსვლი რა. აი სად ესენი და სად ესენი. კიდე შემას არ ეტყობა ძალიან რომ კონდეს რამე უკანებს. და როგორც ჩანს უკანები არის გამოსვლილი და წინები არ არის გამოსვლილი და ჰაერეს მაგიტო მისლი და ღამე. ტორმუზები კაია, კალოტკები კაია. ყველაფერი არის იდეალური, მარტო ამის გამოსვლა გვინდა. წავედი მოკლედ ახლა შევარდები და გამოსვლი მაგებსაც. და გინდა შეჩემა. ზადი გადაიხადე. $150 და გამოგიცვლია რა. არა. ჯობია ჩვენით გამოვცვალოთ. ეს ცოტა რომ დაუშვათ. ის ჩამოიწევა ვითომ. ეგარ. პრინციპი ნაპოვნია. ეგარ, ეხლა წავალ ცოტას დაუშვებ და ორიოს მერე კარგად დაუჭერ. ეს ფიტინგი გავუკეთე. ეხლა იქითკენ არის ფიტინგი. გასაკეთებელი მარტო. დავედი მეტი. ვიდეოში. სალამი. გინაცვალე, წავედი, კაი უნდა გავაგზავნო მორჩევი მალე და ესე ფიჭირებ. ჩვენ ეს უნდა დავახვით. აბარა. ახლეს მოყვა თავისი პაკლი რა. ამასაც კი აქვს ძველი, მაგრამ ცოტას დავახვე. რასტი გაუმარჯოს. აბარაო, ძალიან სადახა გაწერი. მამა ჩემო დამირეკა და
მე გადავება მეკაიფება რომ ვიდეოს დადეს ეხავა რომ როგორ აწვალოს და როგორ შრომობს. არა და დღეს სახში რომ მივიდოდი ხამი არ დამიძინებოდა ერთი პირველ საათამდე და ხოლმე კიდე დილით უნდა ავდგე. ცოტა დავიღლები სახში რომ მივალ 10 საათზე 11 საათზე მინაკო დარი ვიქნები და ეგეთი ძილი კიდე მაგრა დასწორებს. აი ძალიან მაგარი გათიშული რო ხარ. დავოდი ახლა ესენი გავალაგეთ და მორჩით. ერთი ჰაერებს შევამოწმებ მერე და ეგ არის. ესეც დავამაგრეს საკაიფოდ. არაფერი არის, ვაფშე. ეს ერთი ბოლტი არის, ფიტინგი. აქ ერთი ბოლტი არის და ქვევით უყენია. იმის ქვევით უყენია კიდე ერთი, მეორე რა. ორი ბოლტი არის და ერთი ფიტინგი არის. ფიტინგს თუ იყიდეთ, ეს გადამსვლელიც იყიდეთ რა, ბარემისაც შეცვალეთ რა. იმიტომ რომ მე უკანეს რომ შევცვლი, ბარემამებსაც დავაყენებ წინაც ახლებს რა. ეგ არის. უკან არაფერი არ უნდა, დიდი არაფერი დანგრაძე აწევთ. ეს დანგრაძე აწევთ. და პროსტა რომ მანქანა ჰაერში დარჩეს რა. და მეტი არაფერი არ უნდა. წავოდი მოკლედ ახლა გავუძვრები და იქიდან დაგელაპარაკებით. დავალაგო ყველა თავის ადგილას, თორემ მე თუ დამიკარგა ცუდი იქნება რა. დაკარგვით არ დამეკარგება. მაგრამ რო აწერია რომ რა რამდენი არის, მე სხვას რო გავუკეთებ, ორ მაგად წვალობ რა. არა, it's okay, it is to mistake. კარგი ყველაფერი იყოს ისე როგორც შენ გინდა. ეს აქ შევდოთ. ესე. წავედი მოკლედ ახლა თარო შევალაგებ და მორჩება და მოვალეხავე რა. მოკლედ შევცვალე, ცოტა დავბერე კიდევაც. შევძვერი, არ გასდის. ყველაფერი კარგად არის. ერთ-ერთი რაც არ არის კარგად არის რომ უკანების ბარე უნდა გამოცვალო შემდეგ შემოსვლაზე რომ შემოვალ რა. უკანები ბევრად მარტივია და ქვეშ ძალიან ზრომიალიც არ მომიწევს რა. იმიტომ რომ სად ეხა იქ ჩალიჩი და სად აქ სიცარიელეში ჩალიჩი რა. აქ უფრო მარტივად გავაკეთებ. ხო და ეგ არის. მეტი არაფერი არ ჭირდება ვაფშე და ზოგადად რაც ჭირდება საერთოდ ყველაფერს უკეთებ რა. ჩემი მარჩენალი ეს არის. ნაგვებს გადაყრეი, გავასუთავ ფაქავრობას და დავუშვები დავისვენებ და ხვალ კიდე გავალ რეისში. 2 საათი მაქვს რომ ეს პრობლემა გამოასწორო რა. ძალიან ცუდი რაღაც დამემართა. სტრაპი გადაუჭერე, მეორე სტრაპიც ეკეთა და ძალიან ცუდად დამიდეს რა. და მოკლედ ეს სიტუაცია არის. მაქვს 2 საათი. პიკავე სადაც მოვედი, ძალიან ჯიგრები გაიჩნდნენ. და 2-3 საათი დაგერავდებიო ეს პარკიც მომწეს და ეხა 6 პალეტი უნდა გადმოვალაგო და ახლა უნდა დავალაგო. წავედი მოკლედ. მოკლედ ესენი გადმოვალაგე რაც მთელი იყო, ამის ნახევარი მთელი აიყო და ერთი რიადი სულ ახლიდან დავალაგე და ესენი დამრჩა კიდე ახლიდან დასალაგებელი. დაღლასო ერთ-ერთ ორ გავაქცირეს მუშაობა. ეხი აპიკაცას გავაკეთებ მალე თქო და გავასაჭმა შევჭამ. ეს გადავუვიდებთ თქო და მეორე და მესამეებიც ამოვიყვანე და ამებს ხა დავალაგებ და ეგ არის და აი უკან რა უნდა უშველო არ ვიცი. ამებს რა უნდა უშველო არ ვიცი. ნაღადად არ ვიცი. ეგ არის ავაწყე პროსტა. ეს ერთი სალი ავაწყე. უკანაც ძალიან ძნელი იყო 1 საათნახევარი მომდი. უკანაც ავაწყე. პროსტა ის ვერ დავაპარკე და ეს გადაწვენილია. ამას კიდევ ვერაფერი ეშველება. მაგარიც ცუდად ვარ და ეს იქნება რა მოკლედ რა.
წავედი ხა დავაყენებ და იმედი ესენი დამტვირთავენ რა. ეგ არის მივაყენე ხა გავასწორე და იმათ ვთხარი რომ ერთი პალეტი შუაში რომელიც ცოტა მარცხნივ გამიწიეთ თქო და ეს პირსახოც ვაშრობ. ხო და რა იმედია გაწევენ და 3 საათი სავალი მაქვს და არაფერი არ მოვა, აღარ დაიშლება რა. კიდე რა არის. ისო ეგ არის რა. მოკლედ ეხლა დამტვირთავენ და წავალ რა. სადღაცას პირველი საათი იყო აქ რომ მოვედი. ეხლა არის 5 საათი და 1 საათი კიდე დაჭიდავთ ალბათ და მეთქი უცბად მივალ თქო. დავიდრდები გამოვალ შევჭამ თქო, მაგრამ კიდე კაი პავიდლო მაქვს კლეოვის პავიდლო მაქვს ამოღებული და ეს პური არის 3 დღის წინადელი პანირაბლეში შევჭამე და პროსტა წამოვიღე რა მეთქი რა იქნება დამჭირდეს მეთქი და დამჭირდა. წავედი მოკლედ ეხლა პავიდლო შეჭამ, პელეგრინო მაქვს, პელეგრინოს დავლევ და გავაშვები და მე ნორმალურად ჩავჭამ რა. მოკლედ წავედი და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით რა. იმედია შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გავექცევი აი ეს და ამ ტვირზეც ბროკერები თვითონ არ გაგვიხევენ რა. წავედი მოკლედ.